და რუსული მაქვს და აი ყველაფერი ჩემზე მოქმედებს. მე ბებია მყავს მამის დედხლაჩნაძე. როგორც კი იძაბება სიტუაცია რუსეთთან, მეც რამჯერს აი ხეული ორად მეხლიჩება და ერთმანეთს ებრძვის ეს ორი ნაწილი, იმიტომ რომ ნახევარი მაქვს ქართული, ნახევარი მაქვს რუსული. ეხლა როდესაც ესე დაიძაბა, მე მივხვდი ხა მე რო სახში გავჩერდე, ჯერტი ვერ გავჩერდე, იმიტომ რომ გული მისკდება. დაურეკე ჩემს სამ მეგობარს. ზუსტად, როდესაც მივედით რუსეთის საელჩოსთან საპროტესტოდ 5-ნი ვიყავით. 2 დღე 48 საათი ფეხზე ვიდექი მახსოვს და ბოლოს პალიკომ თქვა ყულაშვილმა მოვიდა და იცით რა ხა დაღლილები ხართო თქვენსა და მოდით რუსთაველის თეატრში გადმოდითო. გადავედი რუსთაველის თეატრში და იქ უკვე მივხვდი რომ რაღაც გავიხედე, გამოვიხედე და რაღაც ნაციონალების სახეები დავინახე. რაღაც არ მესია მომნა, იმიტომ რომ 2 დღე იქ არ იყო არც ერთი. მე მყავს რეგისტრირებული 200 მედდა. მომეცით საშუალება რომ გორში ჩავიდეთ და გავიკეთეთ კორიდორი, იმიტომ რომ აუცილებლად დაიხურება ის ტერიტორია და ჩვენ ბიჭებს ვეღარ გამოვიყვანთ. და მომიტრალდა დეფი გოგიბედაშვილი და უკანასკნელ ხმაზე მieყვირა. შენ ალბათ გეშინიაო მითხრა მე. შენ ეტყობა გეშინია და პანიკას თესო. მე გადაულაპარაკა გია როინიშვილს, სახალგამომწყვალ ნაციონალების დეპუტატს და მოკეთ საერთო თათბირის შედეგად პაპუნა დავითაიასთან ერთად ასეთი გულანთებული ნაციონალი გადაწყვიტეს რომ მე საერთოდ გამაქრონ იქიდან. ეხლა შენ წადი აქედან, მიხეს სკოლაში რომ ბავშვებთან წადი აქედან, იმიტომ რომ შენ ისედაც ბევრჯერ ჩანდი 2 დღის განმავლობაში და სად ჩანდი მეთქი და ტელევიზორშიო. და ჩვენ ეხლა როკ აქციას გეგმავთო. ეს ის მომენტია, უცებ ვთავ ტელევიზორზე და ხედავ დათო ბაქრაძე აცხადებს, რომ ეხლა ვისაც როგორ შეგიძლიათ, მოკლედ თავს უშველეთ. ჩანელების და აფსები. ურეკავ, დათო ის რა თქვი მე? პასუხი არ გაინტერესებს. პასუხი ბაქრაძეს. შენ ხომ იცი შენ სამშავსიაში ხარ. ეხლა ალბათ მისმენს და ხო ზუსტად ვიცი რომ დამირეკავ და რა ვქნა შემოდათო ეს რომ არ თქვა გული გამისკდება იმიტომ რომ ეს უნდა ითქვას როდესაც ქვეყნის მეორე პირი აფიქსირებს დამადა დამემუქრა შენ თუ იტყვი მე გიჩვენებ წერსო რა ვქნა და მიჩვენებ წერს და აგერავარ მეორე პირი რო აფიქსირებს ქვეყანაში შავი სია არსებობს სადაც შეტა მე ვამაყობ ამ სიით მინდა გითხრა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საქართველოს საუკეთესო ნაწილი ამ შავ სიაში ცოტა აერიოთ ამათ, არ შეიძლება ამათ მანქანებზე აერიოთ, ყველამ ვიცით საცხოვრობენ, თითო სახლთან დადგეს, აი ესე სახალხო ჯგუფები, ისე რომ სახლიდან ვეღარ გამოდიოდნენ, ხვდები? აგიაზრია, მე მინდა და მოსამართლებისთვის გამეკეთებინა, აი იცი რა მანქანებით დადიან, ვიცით და თუ დაგვემუქრებიან, იცი რა არაერთხელ იყო მუქარა და მე რა ვთქვი, შეიძლება ხა არანორმალური რეაქცია მაქვს, ვამბობ მე მემუქრებით? მე ვიცი საერთოდ თქვენი შვილის ასწავლოთ. მე თქვენ შვილს დავემუქრები. როგორც გინეს როგორ შენ ჩემს შვილს ემუქრები და მე ტოლერანტი ვიყო არ ვიქნები რა. აი უკვე დარწმუნებული ვიყავით რომ იქ ითაკვირაში გამოცხადდება დიდი ერთიანობა. მე ეს ერთიანობა დაგეგმავს ყველაფერს აი ამ სიტუაციებს საჩენიბაზე გინე სახლებთან სიტყვის სამბები გინდა ესე ყველა გასვლები ისე როგორც 2 ნოემბერი მზადდებოდა ომის დროს შარდენი მუშაობდა შენ გესმის გამოაცხადებენ დღეს ანუ ეს იქნება 9 აპრილი თუ ეს იქნება რაღაცა დღე პირობითად 9 აპრილი ავიღოთ ეხა გამოცხადება დღე და მივალთ აქამდე რა და ეხა 9 აპრილამდე თუ არ გვაცვალა და ხვალ დაუშვათ გააფრინა იქ და ბომბა ჩამოაგდო კიდე იმაში არის ეს ბავშვები თუ წაიყვანა და დაღუპა კიდე ნინი და ისინი ხომეთ მაგას ვამბობ რა რო არ გვაწვდი 9 აპრილამდე მოსწრებად რაც უფრო მეტი ფული და წავედი აი მანდარიან აი ზუსტად ამას განსხვავდება რომ 40% დაეცა მიწაზე ფასიო თუ მოასწრონ იყიდონ იაფად ყველაფერი ჯიბებს ჩაიტანა და მე გაიწვნენ ძალიან საინტერესო ფაქტს გეტყვით ბიუჯეტის 35% შევსებული იყო მხოლოდ მომხმარებლებისგან და 6-თვიანი და 3-თვიანი და ნარკოტიკების მათ ბიუჯეტის 35% მარტო ამით. მიშა რაცში განდევნილი იქნება ქვეყნიდან, თქვა ისევ რუსს გააგიჟებს და შეუჩეკინებს და დავა დევნილი სტატუსი ექნება. ქართველებმა კი არ უნდა გაუშვან, ხვდები? რუსებმა უნდა გაუშვან. მაშინ დევნილი სტატუსი ექნება და ამას აკეთებს თავის მეგობარ პუტინთან ერთად, ასე შეხმატბილებლად აწყობენ გეგმებს. და ექიმისგან და არასეულობა საღა
То, что мы столько времени называли оргазмом, оказалось астмой. Иди варианте, раз чуйна камде харизма, ვეძახდი ჩიზოფრენია ყოფილა. Харизма რეფორმად. ანუ ეს არის სასამართლოს ეს მივიდეს ბატონო თვითმართველია პრეზიდენტო თქვენი სასამართლო რეფორმით, რომ ადმოგვასინკებში წამოგვისხუბდნენ მოსამართლეები. საოცრებაა. აი საოცრება და შინელება მოყევეს. ანუ ერთჩვენიერ დღეს ოფისში მოვიდნენ ჩვენთან მოიტანეს საქმე, ანუ აღმოჩნდა რომ ახალგაზრდა ბიჭი 22 წლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ბიჭი იყო დაკავებული ბრალდებით მოპარული ნივთის შეძენა. და მოქალაქე ილია როგავამ სახელი და გვარი ნამდვილია იპოვა 2006 წლის 20 ოქტომბერს Motorola V3 და განცხადებით მიმართა თბილისის მთავარ სამმართველოს და წარადგინა მოპარული მობილური ტელეფონი. 2006 წლის 22 ოქტომბერს, ზღაპარებითაა, რეალობა. მოქალაქე ილია როგავასაგან მოპარული მობილური ტელეფონის შეძენის მცდელობაზე დააკავეს მოქალაქე გიორგი ჯიქური. ნამდვილია ეს ყველაფერი, რასაც ეს გიორგი ჯიქური არის ის ადამიანი, ვისგანაც შემდეგ გირაოს სახით პროკურატურამ მოითხოვა 170,000 ლარი. მოსამართლემ გამოიჩინა გულმოწყალება და ჩამოიყვანა 100,000-ზე და ამბის 100,000 კი არა 1000 ლარი ერთად ნანახი არა აქვს საერთოდ არ ქონდა. ანუ შეუფარდეს პატიმრობა და საბოლოო ჯამში იჯდა აღმოჩნდა რომ იმ დღეს მსგავსი შემთხვევა მოხდა 6. ზუსტად ანალოგიური ფაბულა, ოღონდ ილია როგავა ეს პროვოკატორი ყველგან არ ფიგურირებდა. სხვა ისინიც იყვნენ ნასეთკები პირდაპირ ვიტყვი მაგათ სახელს და ყველას მიმართ გირაოს თანხა იყო ანალოგიური. ამ ილია როგავამ ვითომ იპოვა ტელეფონი წარადგინა, ამის მერე ეს მიდის ბაზრობაზე და ცდილობს რომ ვიღაცას შეტენოს ეს მობილური ტელეფონი 22-ში. ტელეფონი ხომ არ გინდა რომ იყიდო და ეს ეკითხება რომ ეს ტელეფონი მოპარული ხომ არაა და მოპარული არაო, საის მაქვს ყუთიო და საბუთები მაქვს სახშიო და მანახეო, მაშინ მომიტანო, წავალო სახშიო, 20 ლარი მომეცი ტაქსის ფული, წავალ და მოვიტანო. და წავიდა და მოვიდა და დაიჭირეს. ანუ ამ ადამიანს ეს მობილური ტელეფონი თვალით არ უნახია. ეს არის კლასიკური დანაშაულის პროვოკაცია, ეს არის 4 პლანზე მუხლი. ანუ იმ დღეს მოინადირეს 6 ადამიანი. 6 ადამიანი მოინადირეს, აი ესე მუშაობენ. ეს რასერჩი შემთხვევა როგორ ვერ იტანენ ადამიანებს, აი ზიზღი აქვს რა ამ ადამიანს ყველას. აქვს გარკვეული კატეგორიის პატიმრები, რომლებსაც აქვს რა თქმა უნდა ტელეფონი და ყველაფერი. ნასე როგორც წესი, აბასვანაირად ის ტელეფონები ისმინება და გაშიფრულია. ვიღაცას ურეკავს, ვიღაცას ეუბნება რომ აი ამანათი იქნებ მომიტანო ამ პასპორტი არა მაქვს, ან რაღაც არა მაქვს და ეს ვიღაცა საწუდავი, უბედური, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი მიდის აი ამანათს აწუდეს და მე იქ ბოტაში ჩაკერებული, ან თქვათ სადღაც ჩადებული, მათ კარგად შეფუთული, ნაცნობი ნივთიერება და всё, დამთავრდა ეს კაცი ციხეშია. მორჩა, მიმტანი. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. მე რა აღმოჩნდა, იცი? იმ ნასეთკა ეს დახმაურებული საქმეა, კამერის საკნის იატაკზე დაილურსმა თავი. იყო გვარად ავსაჯანიშვილი. და თქვა რომ აიძულებენო ესეთი რამეები გავაკეთო და ნუ გიზაკლი იმნაიშვილს ჰქონდა გადაცემა მაგაზე, კასეტა გადაყლაპა რომ მე თუ მომკლესო. ანუ კასეტა მაქვს გადაყლაპულიო, იცოდეთ, ნუ ეს დახმაურებული ამბავია. ვინ მაიძულებსო? ანუ თანამშრომლები, ციხის თანამშრომლები. დამაკავეს შიმშილო 29 დღე ვიშიმშილე 29 დღის შიმშილობის შემდეგ გამხდარი ვიქნებოდი ცხადია ისედაც ყოველთვის გამხდარი ვარ 19 რიცხვში მანქანა დამეჯახა და დამეჯახა ძალიან უცნაურ ვითარებაში ეს ტკივილები მქონდა 2 დღის განმავლობაში სწავლდი ამ სედალგინს და სოლპადენს მაგრამ არ მიყუჩებდა და ღამე ვერ ვიძინებდი ამ საავადმყოფოში მაინც მისული ვიყავი და ნაცნობი შემხვდა გამოვარდი ბარალგინი და დიმედროლი გაზავებული შპრიცით მიდევს ჯიბეში